სახელითა მამისათა, დადისათა, დასულისა, წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. სახარების დღეს წაკითხული მონაკვეთი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ნიშანდობლივი და ყველაზე უფრო მეტად აღსახსნელი და გასარკვევი ზუსტად რას ნიშნავს ეს. ლაპარაკია იმაზე, როდესაც პეტრემ დაინახა წყალზე მოსიარულე იესო, მოინდომა თვითონაც გავლა და იესომ უთხრა, გადმოდი ნავიდან, მოდი ჩემთან, მივიდა, გაიარა წყალზე, მივიდა და დიდი ტალღა დაინახა, რომ მოდიოდა და შეეშინდა და დაიწყო ჩაძირვა. და იესოს თქვა, რომ მიშვება. და იესომ ხელი გამოუწოდა და ამოიყვანა. აი ეს არის სახარების შინაარსი. მაგრამ ამ შინაარსს ძალიან კიდევ ღრმა გვეტევს. უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ეს ადგილი მთავრდება ასეთი სიტყვებით. და აღვიდნენ ნავსა და დასხრა ღელვა იგი. და შეიძლება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აღვიდნენ ნავსა და დასხრა ზღვა იგი. ნუ ვინავიდნენ იესო ქრისტე და პეტრე, რომლებიც წყალში იყვნენ, დანარჩენი მოწაფეები იყვნენ ნავში. ნუ ვითარება ესეთი იყო, რომ თავიდან როდესაც ესენი ნავში ჩასხდნენ და შევიდნენ, შეცურდა ეს ნავი ზღვაში. ამოვარდა საშინელი ქარი და ღელვა. და ისეთი ძლიერი ქარი იყო, რომ შეეშინდათ ამათ, რომ ეს ნავი გადაყირავდებოდა. და აი მოვლენების მერე რაც მოგიყვებით. როდესაც პეტრე და იესოც შევიდნენ ამ ნავში, ღელვა გაჩერდა საერთოდ. და ეს უნდა ახსოვდეს თითოეულ ქრისტიანს, რომ ნავში თუ ახვალ, მაშინ გადარჩენილი. იმიტომ რომ ეს ზღვა სიმბოლურად განასახიერებს წუთისოფლს. ჩვენ ყველანი ვართ ამ ზღვაში. და იმისათვის რომ ზღვაში ადამიანი გადარჩეს, ზღვაში რა გადაგარჩეს? სხვა შუაგულ ზღვაში წარმოიდგინეთ თქვენი თავი, ხო? მით უმეტეს, როდესაც საშინელი ღელვა. ერთადერთი თუ არის რამე ნავი, რამე გემი, რომელზეც ახვალ და საიმედოდ იგრძნობ თავს. მით უმეტეს თუ ნავში ახვალ და საერთოდ ღელვას დამთავრდება. ცხადია რომ დამთავრდება, იმიტომ რომ თუ ეს ნავი საიმედო ნავია, მაშინ ღელვას აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა, ღელვის დანიშნულება ეს არის რომ დაღუპოს ადამიანი და თუ ნავში მაინც არ დაიღუპება, ღელვაც გაჩერდება, რა თქმა უნდა მაშინ. აი ეს არის ცხოვრებისეული ზღვა, ხოლო ნავი, რომელშიც ავიდნენ, რომელშიც შევიდა პეტრე, მოციქულები იყვნენ და ეს ნავი მაინც საშიში იყო თავიდან, მაგრამ როდესაც ქრისტე შევიდა ამ ნავში, ანუ როდესაც ეს გახდა ნამდვილი ჭეშმარიტი ტაძარი, ნამდვილი ჭეშმარიტი ეკლესია, ღელვა დაცხრა. აი ეს არის ის, რაც პირველი ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ სახარების ამ ადგილიდან, რომ ჩვენ უნდა აღვიდეთ ნავში, ანუ ჩვენ უნდა შევიდეთ ეკლესიაში. თუ ჩვენ ვართ ეკლესიაში, არა აქვს მნიშვნელობა დიდი ზომის იქნება თუ პატარა, ეხა აქ სადაც ვართ ჩვენ, აი აქ ცხოვრების ველვარება არ იგრძნობა საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ტაძარში უფალთან ჩვენთან იესო ქრისტესთან ერთად. მეორე, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი როდესაც ესენი ამ ნავში იყვნენ, ნავი ძალიან ირყეოდა აი ამ ქარიშხლისგან და იესო მოვიდა მათთან, მათ გასამხნევებლად. და როდესაც მათ დაინახეს ამ ველვარეს ზღვაში მოსიარულე იესო, კიდევ უფრო შეეშინდა, იმიტომ რომ ვერ გაიგეს რა იყო. და როდესაც მიხვდნენ რომ ეს იყო იესო, პეტრემ უთხრა, რომ მინდა შენთან. და იესო მისცა უფლება, გადმოდი ნავიდან. გადმოაბიჯი ამ ნავიდან, სადაც ნუ კიდე ცოტათი საიმედოდ გრძნობდნენ თავს, სანამ ქრისტე შევიდოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნავიდან ახლა იმ ზღვაში გადაბიჯება წარმოიდგინეთ, ერთი რომ წყალში როგორ უნდა გადააბიჯო და მეორე კიდევ რომ საშინელი ღელვა იყო. და მიუხედავად ამისა, პეტრემ გაბედა და გადადგა პირველი ნავიჯი. აი ეს რომ დავიმახსოვროთ ჩვენ ქრისტიანებმა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გადავდგათ პირველი ნავიჯი. მივედოთ უფალს და ნავიჯი გადავდგა. მაგრამ რა მოხდა ამის შემდეგ? პეტრემ გადადგა ნავიჯი, გაიარა რამდენიმე ნავიჯი წყალში და შეეშინდა. შეორგუნდა და დიდი ტალღა მოდიოდა. და აი რომ შეეშინდა დაიწყო ჩაძირვა.
და აი ეს არის სწორედ ეს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი, მაგრამ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ არ უნდა შეგვეშინდეს, იმიტომ რომ იესო ქრისტეს ხელი გამოწვდილი ჩვენკენ. შეიძლება ჩვენ ვერ ხედავთ იმ გამოწვდას. მაგრამ უნდა გჯეროდეს ამის. ანუ მარტო პირველი ნაბიჯის გადადგმა არ არის საკმარისი. ასევე არის აუცილებელი რომ გჯეროდეს და როდესაც მაინც მიუხედავად ყველაფრისა პეტრემ დაიწყო ჩაძირვა წყალში. უფალს თხოვა რომ მიშვენენ. ანუ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა თხოვოთ უფალს რომ მიშვენოს. და უფალმა ხელი გამოუწოდა. პეტრემ ეს ხელი ამ ხელს მოკიდა და უფალმა პეტრე წყლიდან ამოიყარა. აი ეს არის ის რაც ჩვენ ასევე აი განუხრელად უნდა გჯეროდეს იმისი რომ რაც არ უნდა მოხდეს. რა განსასწრებელში არ უნდა ჩავარდეთ ჩვენ რომ თხოვოთ შველა იესო ქრისტეს. ანუ ჩვენ უნდა მოემზადოთ, ჩვენ უნდა განვეწყოთ, ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი მღელვარებაში და თუ ჩვენ შეგვეპარება ეჭვი, ისევ იესო ქრისტე დაგვეხმარება და მოგვაწვის ხელს, რომელიც მუდმივად არის ჩვენთან გამოშვერილი. ეს არის გამოშვერილი ხელი. ეს არის გამოშვერილი ხელი და ბოლოს ისევ მინდა დაამთავრო რითიც დავიწყე. აღვიდნენ ნავსა და დასხრა ღელვა იგი. ერთადერთი შვიდი და მყუდრო თავშესაფარი ადამიანისათვის ცხოვრების ამ ღელვარების ზღვაში არის ნავი, ანუ ქრისტეს ეკლესია. ვერთმან დაგლოცოთ, ჩვენთან არსებობთ.